მოგესალმებით მეგობრებო და მოდით ჩავიცვათ, იმიტომ რომ მარიამი მიყვავს გასართობ ცენტრში და ვნახოთ რა სამოსი შევარჩიე. თმას როგორც ხედავთ და სახეს უკვე მოწესრიგებული მაქვს და იმედი მაქვს რომ ნორმალურად გამოვიყურები. ჩავიცვათ. მოკლედ, ჩავიცვი, ქვემოდან არაფერი, ბოლო ჩავიშარო არ მაცვია. დიდი არაფერი, ეს მაცვია რა ქვია, ჩემი შედარებით დაბლები. მოკლედ, ასე არ მივდივარ, ვიცვა მოსასხამს, რომელიც ძალიან მომწონს. არ ვიცი რატომ არ მქონდა აქამდე ნანახი, ამანათში დებულა და ჩვენ ახლა აღმოვაჩინეთ, რომელიც ძალიან მომწონს და ვფიქრობ, რომ ძალიან მომიხდე ჯერ ერთი. და მერე დღევანდელ გასართობ ადგილს ძალიან შეეფერება, თუმცა რესტორანშიც დააკვდებოდა და ერთი პირი ვიფიქრე, რომ ანუ იქნებ სადმე რესტორანში წავიდე, აი აქ რატო ვიცვა მე, მაგრამ სადმე თუ წავიდე, იქა ჩავიცვა, მაგრამ უშავს, ანუ იმდენად მომწონს, რომ ხა რავი რესტორანში როდის წავალ და მინდა რომ ჩავიცვა. მოკლედ, მოდი ვნახოთ როგორი ზედაა. გავასწოროთ ეს ულამაზესი ზედა ხალხო, ისე მომწონს, რომ უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის ერთი წუთით ხალხო. ესეთი ლიპებით არის და ხო არ მოვაძროთ ხო ერთი პირი ვიფიქრე, მაგრამ ანუ იმდენად მომეწონა მე ლიპების დგომა რომ გადავიფიქრე. კლავი აქვს, აი როგორ იცით, ნახეთ, ფართხუნა არ არის მოჭერილი, როგორც ხედავთ. მაგრამ რა ვიცი, შენ თუ გინდა იმას ქენი, რა ქვია, ვინდა გიშლის. სპეციალურად დაყენებულია ისე როგორც საჭიროა. მოკლედ, აი ესე გამოვიყურები, ვფიქრობ, რომ მიხდება. ოღონდ არ ვიცი, განათება, აბა ერთი წუთით ხალხო. ერთი წუთით. აი მე მიშველეთ. ერთი წუთი, ეხლა მე თქვენ დაგაყენებთ ისე როგორც საჭიროა, მაცადეთ ერთი წუთით მადროვეთ. მთავარია სახლი არ დავანგრიოთ. უბრალოდ მინდა რომ ძალიან კარგად ჩანდე და ამ დამპალიმაში რა ქვია 900 განათებიდან რომ მაინც არ მანათებს, ეგ მკლავს მეტი არაფერი. კარგი, მოკლედ, ეხლა დავუდგეთ და ვნახოთ როგორ გამოვიყურები. გონი დავაყენე. მარიკო, ერთი წუთი გაიწიედე. უბრალოდ ზედა მინდა გაჩვენოთ როგორი ლამაზია, თორე ისე კი მხედავთ. ვაიმე, ნუ აი არ ვიცი, ხალხო რესტორანშიც შემონდები ჩავიცვამდი და ვაიმე, მაგრამ ისე მინდოდა რომ ჩამეცვა, რომ გადავწყვიტე რომ ახლა ჩამეცვა. აი ესეთი კლავი აქვს. ესეთი და ქვემოთ არის ატლასი. სად წავიდე რომ დავმენახოთ, აგეკახოთ, ხო არ იცით, სად დავეკიდო, რა დავეკიდო. ხედავთ? თუ მე ხედავ. არ ვიცი, არ მომწონს ეს განათება. მაგრამ ნუ ჯანდაბას რა ვიცი, ცოტა ხომ ხედავთ. როგორც არის იყოს ესე. აი ესე თმებზე ვიფიქრე რა მექნა და გამახსენდა რომ ძალიან მიყვარს ესეთი აპრეხილი თმა. ხო და აი ამით ძალიან მარტივად ვწებ ჰოპ ეგრევე დგება. თან ჩემი თმა უფრო მარტივად დგება ის რა, ანუ რაღაცა ეგეთი თმა მაქვს ისედაც თითქოს და ძალიან მარტივად დადგა. მგონია რომ 3 საათია. 3 საათია შო გაგანია 4 ხდება. 3 საათია. ერთი წუთით ეს დავაყენოთ. აი ეს. რადგან ისეთია რაღაცა ფერადი არ ვიცი რატო გადავწყვიტე რომ ოქროს ფერები უნდა გამეკეთებინ. უფრო სწორად ხო ბეჭდები, რადგან გადავწყვიტე რომ ეს გავიკეთო, ამიტომ გადავწყვიტე რომ თმის სამაგრებიც ყოფილიყო ოქროს ფერში და ხო საყურე ზუსტად აი ასეთი ფერის გადავწყვიტე რომ ყოფილიყო და არ ვიცი, ძალიან მომწონს, მე თქვენ როგორ ფიქრობთ? როგორ გამოვიყურები? უი, ტუში დამავიწყდა, მინდა? თქვენ როგორ ხო, გულზე მიკეთია მარიკოს რო აჩუქეს ვერცხლის. ქვემოთ არის საოცრად ლამაზი ეს ატლასი რო აქვს შემორტყმული. აი ისე მომწონს, რომ აი არ ვიცი.
კლავი არ ვიცი შეიძლება სხვანაირად გადავაკეთო, რომ ცოტა მოჭერილი იყოს და შეიძლება არც გადავაკეთო. არ ვიცი, ხო, ჩანთა სად არის? დედიკო შეგიძლია ჩანთა მომიტანო საყვარელო. მარიკოსაც გაჩვენებთ როგორ ლამაზი და საყვარელია. მომეც დედიკო. გრძელდება სერია დედას ჩანთები გადამოვილაგოთ ჩვენთვის. მაგრამ აქ შუქი რატო არ მითია, ხარ? ეგრე. სერიიდან დედას ჩანთები ჩავილაგოთ. მარიკო, შეგიძლია ეს ქუდი აიღო დედიკო, ძირს რატო გიგდია? გოგო, არ ვიხედა მაგ. დაიცეთ შეუკრახავ, რომ აქ რაღაცები მიდოს მერე და ხო, სერიიდან დედას ჩანთები დავიტოვოთ საქართველოში. გადაწყვიტე რომ ეს ჩანთა ჩემი გახდეს. ესეთი ყარია, რა ქვია, რაღაცა ნაქსოვი რო არის. ხო, იმ იმაზე, რასაც ვიცვამ, ძალიან მოუხდება და ზოგადად მგონია, რომ ამასაც ძალიან უხდება და აი ესეთი ამინდები რო წავა უკვე, რომ ქურთუკები აღარ დაგჭირდება, აი ეს იქნება ჩემთვის იდეალური სამოსი სამსახურის სასიარულოდ. დარწმუნებული ვარ, ანუ დაგომწოს. ხო. ტევადობა აქვს გადასარევი. უი, ტუჩის კონტური არ დაგვრჩეს, წავიღოთ. იმიტომ რომ შეიძლება მალე მასქნას რა ქვია, ტუჩიდან მეტნაკლებად მალე გადავიდეს. გასწორება არ მინდოდა. ვიფიქრე როგორ გამეკეთებინა ეს თმა როგორ გამეკეთებინა და გადავწყვიტე რომ აი ეს გამეკეთებინა. რაღაცა ცოტა მაეჭვებს ამ ჩანთის. ნახეთ, მარტივად ჰოპ ვარდება და მეტროში ცოტა საშიში ამბავია. აი. ეს ასე მზად მაქვს, ყველაფერი მზად გვაქვს, საჩუქარიც მზად გვაქვს. რა მინდოდა მენახებინა კიდე. ანუ თლიანად მინდოდა რომ დაგნახებოდით რა არის, ახლა რავი არ ვჩვანო ვარ და წავიდე. მოიცათ. წუთი დედიკო აქ ჩანთი შტატები. ვაიმე დედიკო როგორი ლამაზი ხარ, მარიამი. აი დივა. მარიამი გამოიყურება ზღაპრის გმირივით, ანუ მოდი დედიკო, დავენახოთ ერთი წუთი საყვარელო. 1 2 3 იუჰუ! გადადი დედიკო წუთით. აი ეს გამოიყურება. ძალიან მომწონს. აი ეს დეტალი მეთქი რო გითხარი ძალიან მომწონს თქო. და რა სიტყვით? როგორი გოგო ვარ? აი. ბარემ ფოტოც გადავიღოთ. მოკლედ, ესეთი ამბებია ჩვენთან. უკვე, ანუ მზადყოფნაში ვართ და ბოლო ეტაპია უბრალოდ მარიამს უნდა მოვაცვა და წავედით, იმიტომ რომ ზუსტად ეს ცენტრი არ ვიცი სად არის ახმეტელზე და ცოტა ძებნა მომიწევს, ამიტომ მირჩევნია რომ ოდნავ ადრე გავიდე და თან მარიამმა იაროს თავისი ფეხით, ვიდრე ვიწვალო და ხელში ავიყვანო, ამიტომ ცოტა ადრე გავიდეთ და იმედი მაქვს რომ ძალიან გადაკვანწული მივდივარ, იმიტომ რომ ზოგადად ძალიან მიყვარს ცენტრები. მე უფრო მეტად ვერთობი. ეხა მარიამი უკვე ისე გაიზარდა, არ ვიცი, ეხა დღეს რას იზავს არ ვიცი, მაგრამ ნახოთ რას იზავს. რა დედიკო? არა, ხარ გაიხადოდე. ფეხსაცმელები უნდა გაიხადო, ანუ მაღლა რო ადიხარო. მაგაში მართალია დედიკო, მაგრამ ხა შუა მეტროში ნუ გავიხადო. მალიტო, სოკო ხარ დედა. ვითამაშოთ, ვიცეკვოთ, ვიმხიაროთ, ჭამოთ. ჩემთვის ამაზე კარგი რა უნდა მომხდარიყო. ჩვენს აქციის ხალხები ჩვენთან იქნებიან. ზერერთმანეთი მოგესწრება
მოგვეპინეთ. ამ შეეგმან. შვილ, მიდის და სართულზე თეთრეული გამოცვალე. გაანია. ნახე რამე ხომ არ არის საჭირო. მე მოვალდე შევამოწმებ. ჯუნი, ერთი წუთით მოდის მამა. შვილო, შენ არ შეჭრა? თქვენ მიირთეთ. საქმე არ ვაკეთებ. ამები. შენ სტარი. ალბათ საქმეზე უნდა ილაპარაკოთ. მიდი. ჩემთვის არ ვთქვამ დედა. შვილო, ადეგი შვილო, ადეგი. აი, ჩემი და შეკრა. ადეგი და დავი გადაიქცია. ათი შვილო. უნდა ჭამო. ასე არაფერი გამოვა. ჩვენ სახლში მოგვედი და ჩვენ სუფრასთან დაჭერთ. რამე მაინც შეჭამე შვილო. ოღონდ გთხოვ უფრო მეტად ნუ გამატვალე. ვიცი რომ დედობა ძალიან გინდოდა. ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო. ასე რომ ყოფილიყო, ამ საქმეს არც გამოიწყებდი იქით. ალბათ რაღაც მოხდება. სწორედ უკანაზე იხარ. მაგასალმებით. საღამომშვიდობის მეგობრებო, როგორ ხართ, რა შვებით? ხო ხართ კარგად? დავლიოთ ყავა. და მარიამი ვიყავით ცენტრში. და საერთოდ არ გადამიღია ისეთი. გვიანიც არის, მაგრამ რაც გადავიღე იმას დავდებ. ძალიან კაი დრო გავატარეთ. მქონდათ 2 საათიანი პროგრამა. რა ვიცი, შეუშვი ბავშვი და მიხედავენ თვითონ არაჩვეულებრივი. სულ იყო დატვირთული მთელი 2 საათი. იყო დატვირთული, არ იყო ისე რომ დიდი დრო ცალკე ყოფილიყვნენ ბავშვები არამე. ძალიან კარგი იყო, არის ახმეტელის მეტროს მაღლა. ყობა ხიდი რო არის, რა ქვია, ბინგოს ხიდი თუ რაო. რაღაცის ხიდს რო ეძახიან მაგის ქვეშ. VIP გასართობი ცენტრი ძალიან მომევა ჩვენ. გერგოს კაბა. ისაც შემოყავით. ჰა, წაი. აბაჩევთ. მოეწონათ და ცივა დღეს კაბას როგორ ჩაიცონდე და. ეს ჩივია? მმ. არ არის ჩივი. ну რა თქმა უნდა რაღაცებიც იყო ხაჭაპური ლობიანი მექსიკური კარტოფილი ბავშვებთანაც იდო ხაჭაპურიც იყო მექსიკური არა მეორენაირი ფრიდო კიდე რაღაცა წვენები იყო არა. ძალიან კარგი ვისი ამოვნე ძალიან მომიხდებაო? მიეცი მერე? ხა, ყობა. ხა, ყობა. გადავისროლე. იქიდან მე და ქეთო წამოვედით კიდევ კაი. მარიამს დაეძინა ხელში აიყვანა ქეთო. მე ნახა ლუკაში გავაღუძე და თავის ფეხით ვატარე. ძალიან კარგი წამყვანები ყავდა. ძალიან ბევრი აქტივობები იყო. ძალიან გაერთნენ ბავშვები. რა გინდა? სიტყვები. გასმი. კი, მესმის. როგორ გაერთე გუშინ მოყევით? კარგად.
კარგი იყო? მოვთხარი სიტყვები. ბევრი იცეკვე? სიტყვები. კარგი, მომისმინე, ბევრი იცეკვე? ხო. ფრიც შეჭამე, კარტოფილი შეჭამე, კარგი იყო, ეგეც მოგეწონა? ხო. როგორ იცეკვე აჩვენე ერთი? კარგად. ჩიურები. როგორ? ჩიურები. როგორ? აჩვენე? მარიამ, როგორ იცეკვე? ვაჩვენ. ხო და როგორ აბა აჩვენე ერთხელაც. კარგად. მესმის და მე რას გადამეკიდე მარიამ? ამოვავალოთ. დენობამაც მოგвикაკუნა. მადლობა რომ მიყურებთ.